დღეს ვართ როკო სუში ბარში და პირველად ცხოვრებაში უნდა გავსინჯო კრევეტების კოქტეილი და რა თქმა უნდა სუში როლები. ამ კერძების გასასინჯოდ სპეციალურად ჩამოვედი ბათუმში. პირველს გავსინჯავ ცისარტყელა სუში როლს, სადაც არის გამოყენებული ორაგული, თინუსი და კრევეტი. ძალიან მომეწონა, რომ გამოყენებული არის ხორცის დიდი ნაჭრები, ცალკე ძალიან კარგად იგრძნობა, რა თქმა უნდა, თინუსი, ორაგული და მოხარშული კრევეტი. შემდეგი იქნება დრაგონ როლი, რომელიც ძალიან ლამაზად და საყვალად გამოიყურება. შიგნით არის კრევეტი, ავოკადო და კრემყველი. გავსინჯოთ. ვაუ, თან ხრაშინობს, თან ძალიან ნაზია და გამოყენებული არის უგემრიელესი კრემყველი. შემდეგი იქნება მომწვარო ორაგულის როლი და ეს გამოიყურება ყველაზე გემრიელად, იმიტომ რომ ზემოდან აშკარად არ დაენანათ ხიზილალა. უბრალოდ ამას შეხედეთ, რამხელა ორაგული არის გამოყენებული და სხვათა შორის გავეკითხე და აქ იყენებენ გაუყინავ ნორვეგიულ ორაგულს. და როგორც იქნა, მივედით ძალიან საინტერესო კერძამდე. ეს არის ცხარე კრევეტების соуში და ეს არის საფირმო კერძი როკო ბარის. აქ კი არის გამოყენებული ცხარე მაიონეზის соуსი. აბა გავსინჯოთ. სასწაულად გამოიყურება და მეთანხმებით. აქ უფრო სიხრაშინაა, მაგრამ აქ უფრო ცხარე соусია. მე ცხარე ნაკლებად მიყვარს, ამიტომ ჩემი ფავორიტი მაინც ტკბილმჟავე соуსი გახდება. როკო სუში ბარი მდებარეობს ბათუმში ნურის ტბასთან, მელიქიშვილის 23 ნომერში.